გამარჯობა, მოგესალმებით ტვინის გასაღების 54 ეპიზოდით. მე გახლავართ საბა ჯანაში ამ გადაცემის წამყვანი და წარმოგიდგენ თორნიკე ბაღათურიას ჩემს თანაწამყვანს. გამარჯობა თორნიკე. გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. გამარჯობათ კიდევ ერთხელ და დაგიბრუნდით ახალი სტუდიიდან განახლებული შემართებით, განახლებული ძალებით, ორ მაგით და სამ მაგით, იმიტომ რომ რაც დავაკვირდით ხა ამ ბოლო დროს ისე ვითარდება მოვლენები და ისეთი სიბინძურეებს ხედავთ და ისეთ საზიზღროვებს ხედავთ. უბრალოდ ბოდიშს მოვითხოვთ რამდენიმე დღე ამ რეორგანიზაციების და გადასვლა გადმოსვლების ამბებში ცოტა ჩაგვივარდა წინა გადაცემა და აქედან გამომდინარე გვინდა რომ ყველაფერი გავლილიც და ახლანდელიც დღეს ამ გადაცემაში ყველაფერი განვიხილოთ კარგად და როგორც საჭიროა და ჩვენ არავის დანდობას და არავისზე ხა რაღაც არც ზედმეტისკმას ვაპირებთ და არც არავის არ დავინდობთ ეგ ყველამ კარგად იცოდეთ ეს გადაცემა ზოგადად მაგაც იმსახურება რომ აი ეგ ტვინებში რაღაცა ვიღაცებში შევიდეს ვარ შევა არც ეგ ხო არა თუ არ შევა კარგად იყვნენ კაცო ისიც არიან ეგეთები და ვიცი რომ ყველაზე კაცი რომ დაგვიგროვდა ეხლა ბევრი რაღაცა ბევრი სასაუბრო დაგვიგროვდა დაგვიგროვდა და საშინელებები დაგვიგროვდა თორნიკე ანუ საშინელებები დაგვიგროვდა იმიტომ რომ ეხლა რაც რეების მოხდა და როგორი რაღაცეები ხდება ვაფშე კაცობრიობა რო იცვლება მიდგომები რო იცვლება ქალი შეიცვალა კაცი შეიცვალა უკვე აი ძალები შეიცვალა რაღაცები გადაგვარდა გადმოგვარდა და წარმოიდგინე ანუ ესეთ დონეზე თუ დავეცემოდით, მინდა პირველ თემას შევეხო, მაგით დავიწყო, ყველაზე გვიანი თემა ეგ არის. ამ კახეთის ინციდენტს მინდა შევეხო, როგორც ყველა გამოეხმაურა თავისი აზრი დააფიქსირა, ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ. მე მახსოვს, რომ მამა ჩემის ასაკის ხალხი თუნდაც აი ვინც იმ დროს მოესწრო მაგალითად, რომ აი მოსკოვთან რაღაც კავშირი ქონდა, გადაფრინდებოდნენ შაბათ-კვირას კარგად გაატარებდნენ, გადმოფრინდებოდნენ თუ მანდი იყო მოკლედ რა ეგ ის ხა რომ ზოგს ხა ბერლინი აქვს და ზოგს ხა ამსტერდამი აქვს და ზოგს ბარსელონა აქვს მაგრამ მაშინ მარტო მანდ დაფრინავდი და ეგ იყო შენი გართობის ერთადერთი შესაძლებლობა ადგილი და მახსოვს რომ ანუ სულ ისეთი ისტორიები იყო რომ აი რუსი ქალები და რა გოგოები არიან და რა კარდა ჩაეხუტე მოეფერე ანუ ამაში ეს ისტორიებია ჩემამდე ხა ჩვენ არ მოვსწრები ვართ ეგეთ რაღაცას რა მაგრამ ფაქტი იყო რომ რავი ამ ხალხს ეფერებოდნენ და ეხუტებოდნენ და ანუ სხვანაირად დამოკიდებულებაში იყვნენ და ანუ ეგრე მაგდონეზე დავედითო ცემთ ხა რუსკას ხალხს როგორ ვერ უნდა მოუგვარა ანუ კაცებმა რა უნდა მოუგვარა ბიჭო როგორ ხდება ეგ მომისმინეთ მაო 4 აი მე რავი ეხა ეს შევხედოთ იუმორში რაღაც მომენტში კი არ გადამყავს მაგრამ რაღაც მომენტში აი ცოტა დაშვებებს გავაკეთებ რა ჯერ ესეთი აი სიბინძურის მე პირადად არ მჯერა და თუ ეგრე იყო არა წინასწარ ვიტყვი რომ მე თუ ვწდები ბაზარი არა მე ჩემში და შარდი გადმოასწრე შარდი გადამოგვასხეს რას ნიშნავს ანუ შარდი დაესხა ვიღაც და ის უნდა და შარდია თუ ანუ როგორ მიხოდით რომ შარდი და ჯერ შარდის დასხმა ვაფშე რა ბაზარია რასე კაცი იყო და ვერ გადაიღო ვერავინ არა ჯერ შარდი როგორ დასტურდება რომ შარდი აქვს დასხმული მაგრამ კაი თავიდან შარდამდე როგორ ანუ ხო დაისუნა და აი ეხა ის შევიდა ტუალეტში მოშარდა რაღაცაში და წამოვიდა ამად და აი რაღაცა გრაფინში ან რაღაცაში თუ გარშოკი ქონდა თუ რა ხო ხო და უყურე წამიდა ესენი ეხა მოხდა და ჯერ ერთი ამდენი ტიპის იხად 4 გოგო არიან მარტოები ჩამოსულები ნომერში ძმაო მოკიდეთ ერთ ბოთლ შამპანიურს ხელი მეორეს ათი ძმაო მან ჩამოიპატიჟე ჩამოპატიჟება თუ არ გინდა იქ თუ ხალხი ზის და არ გინდა მომენტ რომ იმათ ეგეთი დამოკიდებულება აქვს რუსი ჯერ გადაობა რა არის რუს და უკრაინელს ვერ არჩევენ და ყველა გონიათ რუსი და რავი იმ დონეზე მაინც განვითარდით რომ ცოტა აი ერკვეოდეთ და მე უტევდეთ რა და დგებიან ბიჭო და იმის მოგიოთ ორი ბოთლი შამპანიურს ხელი დაავლო და ახვიდე და როგორ ახარ და გაიცნო და თუ არ გამოგივა ვინ იქაც შეასხავდნენ რამეს თუ რაზე და ანუ შეიძლება ისინი ვაფშე იწევდნენ ამათ რომ იქნება ვინმე ამოვიდეს ხო ბიჭების გარეშე ვართ რაღაცა ეს ახლა რასაც ვაპარაკობ ჩვეულებრივი ამბავი ამაში ვცხოვრობთ რავი დიდი ასაკის ხალხი ჩვენ დროს ისა ჩვენ ასაკში ესე უყურებდნენ და ესე ცხოვრობდნენ ჩვენც ეგრე უყურებთ ეგრეა და ანუ ამ ბიჭმა ვინც ეს გააკეთა თქვა რომ ნანოფო ჩემს აგზელსო ესო არ მინდოდაო რომ ესე მოხდარიყო კაი ძმაო აფექტის მდგომარეობაში ბევრი ცუდი რაღაც ხდება მაგრამ ანუ მე ვერ ვხვდები ერთ რაღაცას რომ კაი ძმაო ეს მოგივიდა ეს და ნაფხაჭნები და იმანაც დამარტყა და ბიჭო აი ძალიან ცუდი ტონია ქართველი კაცისთვის ეს რა სამარცხვინო ანუ არავი ეგეთი არ არის აკრავებ იმას რომ ხელი რატო დაარ მე ძმაო ჯერა გულით რომ ეს ბიჭი ვინც ეს გააკეთა თვითონაც მაგრა გაუტყდა
იმ დონეზე გაუტყდა, რომ კაროჩე გაუტყდა. ანუ არ არსებობს ეხლა სიამაყით რომ გამოიჩინოს მე ხიეო, ეხლა მაგ ხოცი არ იქნება. მე არ ამგონია. მე მგონია რომ ცოტა თვითონაც გაუტყდა ეხლა ეგ მომენტი, იმიტომ რომ მართლა ისეთ რაღაცაში მოყვაროს მე. ხალხო, მოგიწოდებთ. რავი, რუსი იქნება, უკრაინელი იქნება, გერმანელი იქნება, ფრანგი იქნება, გოგოებს ხელს ნუ დაარტყავთ. თან იმ ნიშნით რომ სადაური ხარ და საიდან მოხვედი და წადი ჩვენი ქვეყნა არ ხდება ეგეთი რაღაც. თუ ეგეთ ხოძე ხარ და მაგას აკეთებთ და ეგრე გინდათ რომ იყოს სტანდარტი, მაშინ ძმაო გერმანელებსაც ურტყით და უკრაინელებსაც ურტყით და ყველას ურტყით და მაშინ გავაკეთოთ ისე რომ ეხა რამდენი უზრდელი და გაუზრდელი ის არის დედრობითის კესის ქალი არის ეხა ჩვენ სივრცეებში და რავი ურტყათ მაშინ ძმაო და ეხა იმას უნდა დაარტყა და ამას უნდა დაარტყა. ეს არის ორ მაგის სტანდარტი რომელიც არის თქვენ ადამიანობაზე მეტყველებს. ანუ მე რო ეხა შავკანიანს სუდად ვექცევი და თეთრკანიანს კარგად, მე არა ადამიანი ვარ მაგ დროს. არ მოსსულა ეგეთი რაღაც, იმიტომ რომ ეს არის ზნეობა რა და პროსტა გაიგეთ რაღაცა სხვანაირად მიუდექით. შეიძლება ის გეჩხუბება, მაგრამ სხვა რაღაცა უნდა და ქალი ზოგადად ეგეთი ტიპია, რომ შეიძლება რასაც ერთს ფიქრობდეს და მეორეს ლაპარაკობდეს და აქედან გამომდინარე, მოკლედ გმობთ ძალადობას, გმობთ ქალზე ხელის დარტყმაზე, ვაფშე ლაპარაკიც არ არის და პირიქით მოგიწოდებთ, რომ ჩაეხუტეთ ამ ხალხს. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი კიდე რა არის წარმოიდგინე. ვაშკაცმა, კაცმა, ჭალებში ვაშკაცმა, აი სუფთა ხო იცი ბოქსის კროსის ილეთი რო არის, ეგ კროსის ილეთი მოარტყა, ქალი მოწყვიტა ადგილზე, ხო? ქალი. წარმოიდგინე, სად არიან ადამიანების და ქალთა უფლებების დამცველები? ნატა ფერაძე სად არის? ბაია პატარაია, სად არის? ნატა ფერაძე რატო ვინ არის? ხმას რატო არიღებს? საზღარით ხო, მაგრამ ეგ რაღაცა იმისია, მცენარეების დამცველია. არა, მაგ ეგ კატეგორია არის. აი წარმოიდგინე, აი ხო იცი პლაკატებით რო გამოდიოდნენ ჩემი ერთი ადგილი, ჩემი ერთი ადგილი მე მეკუთვნის. აი საზოგადოება სად არის? აი რატო ხმას რატო არიღებენ? იმიტომ რომ ეს ადამიანი არის რუსი, ხო? სხვა მიზეზი ხო არ არსებობს. რასისტები არ არიან ესენი, ყველა რასისტები. ყველა ბუკეტთან ერთად ნაცისტური აზროვნება ჩემოდის. წარმოიდგინე, რომ ვიღაცა ეროვნების გამო აპრავებენ და ეს კაცი გმირად გამოყავთ და ითხოვენ ამის განთავისუფლებას, რომ იმიტომ რომ რუსია და ჩვენ ეს მე მგონი ამის მამაც გამოვიდა. წარმოიდგინე, პირდაპირ თქვა ჩემი შვილ გმირული საქსელი ჩაიდინაო. სად დავეცი? ვინ? მამა არა, მე არ მინახე. მე გავი, შეიძლება რაღაცა ფეიქ ინფორმაცია იყო, მაგრამ ნუ მე დავიკითხე. გმირული რა დაიძე, ქალს დაარტყა, ხელო გმირობა რაში, როგორ ახსნიდა? არა, ნახე შენ თავარი მანდ არის, ქალს დაარტყა, მაგრამ ოკუპანტია, ანუ პუტინს. არ მჯერა, არა, ეხა ეს არა, მაგას არ დავიჯერებ, ანუ არა, არ მჯერა. უეჭველი ფეიქ შენ და ვიღაც გეუნები, ნახე ეხა პოსტი და ვიღაცა მე ხო ვაფიქსირებ, რომ შეიძლება ეს ინფორმაცია არ იყოს სწორი, მაგრამ ნუ რა მნიშვნელობა აქვს მაგას? ეგ გადავდოთ გვერდზე. აი წარმოიდგინე, აი როგორი 1000 სტანდარტა ხალხი არის, ხო? აი ნების უპრინციპო უმორალო მე რამდენჯერ დაგვიმტკიცეს, ხო ეს? აგერ ონისეც ხო ცემს, ონისეზე გამოდიან და ის ვინც ცემა იმის დაჟილს ითხოვენ და ამის გამოშვებას ეს გმირად აყავთ. ანუ ნებისმიერ ამათ არანაირი პრინციპები არ არსებობს, არანაირი მორალი არ არსებობს ამათთვის. მე რამდენჯერ დავწუნდით, ხო? აგერ ნუ ეხა ვერ გავიგე, აი ამას მე არ გამკვირვები, აი მართლა გულწრფელად გეუბნები, არანაირად არ გამკვირვებია, რომ ამ ესე თქვა გაправება დაიწყეს ამით, იმიტომ რომ რუსია. მე მგონი სინამდვილეში მე ის ზოგადად მე მგონი უკრაინელი აღმოჩნდა, როგორც ყოველთვის ხდება. უკრაინელი ვარ, ხო, რუსეთში ვცხოვრობ. ხო, ნუ წარმოიდგინე, ჯერ რუსია, ჯერ ქალს, აი ქალი როგორი საცემიც არ უნდა იყოს, ხელი როგორ უნდა დაარტყა. ჯერ საცემი ქალი ეს ორი სიტყვა ერთად ოქსიმორონია, ერთად არასდროს ქალი როგორ, აი, მაგრამ მოდი დავუშვათ, რომ საცემი იყო სიტყვაზე, ნუ წარმოვიდგინოთ ეს რაღაც აბსურდი. აი, ქალს ხელი როგორ უნდა დაარტყა. თან ესე ბიჭო მუშტი კროსი მოწყვიტა ადგილზე როგორ. წარმოიდგინე რა მარაზმი არის. და ამას შევრო თქვი რომ ეს ბიჭი მე დარწმუნებული ვარ შეიძლება ვწდები, მაგრამ დარწმუნებული ეს ბიჭი ამას არ ნანოს, ამაყობს ეხა კიდე რითი რომ ეს უფრო ეხა პოპულარული გახდა და ეხა უფრო უდუხს გული მე. ეს ბიჭი შეიძლება მალე აქციებზეც გამოვიდეს და ერთ-ერთ ლიდერად მოევლინოთ ამათ რა. აი, არ გამიკვირდება ესეცა. ეს ბიჭი სრული უმორალო ხალხი, საბა, აი მე რამდენჯერ გვიწევს ამ ტიპებთან საუბარი, ამაძე საუბარი. გული მისკადება ამათი აი მართლა უნამუსობით და საზიზღრობით, აი ვინც ჩამოთვალე ეს ხალხი. სად ხარ თქვენ ნაცისტები, თქვენ აი რა ქალი ხარ, აი ეს ბაია, ეს თქვენ ხართ ჩვეულებრივი თაღლითები, იმიტომ რომ გეუბნები ვინც გიხდით ფულს, აი მანდ ჩანს აი რა ხალხი ხართ, რომ საიდანაც ფულს იღებთ, ვითომ რო რაღაცის დაცვას ეხმაურებით, თქვენ იცავთ თქვენნაირებს, რომლებიც არც ქართველები არიან, არც ქართული სისხლი არ უდობთ, ხართ ბანძები ჩემ თვალში ზოგადად. სულ იყავით ეხა კი არა, მაგრამ აქ გამოჩნდა
რა ქალური სოლიდარობა, რა ქალის ისე დაცვა, რა ძალადობის დაგმობა. Вообще, თქვენ ხართ აი ეგ ხალხი, ხო და ქართველი ხალხი გიყურებთ და ვხედავთ, ნახე რა არის არავის არ გაუხარდება იმ ბიჭის ციხეში ყოფნა და არავის არაფერს არ მიცემს ეგ. ანუ მაგისკენ არავინ არ არის, მაგრამ ამდენი ხალხი რო არის ეგეთ სიტუაციაში მივხვდი და ეგეთ რაღაცაზე ესე დასჯილი რა და ანუ მართლა რო შეგინებაზე არიან პროსტა დასჯილები, იმიტომ რომ ეგეთი მუხლი არის ეგ. აი ამასთან რომ გამოხვედით და ეხლა რა მოძალადეობა ეგ არ არის? თუ ანუ სხვა ეგ არის თქვენი ცხოვრება, вообще აი ეგრე ცხოვრობთ. მაგიტომ მთელი ცხოვრების განმავლობაში აი ეხა ხო იგროვებთ ეგეთ რაღაცებს. უკვე რომ უუნაროები იქნებით და უკვე რომ აი ეს დაგროვებული უკვე რომ თქვენზე რომ უნდა აისახოს, წარმოიდგინეთ რა გრჩებათ ცხოვრებაში, რომ ანუ ამ ქალზე დარტყმა მოსულა და ამ ქალზე დარტყმა არ მოსულა. ეგრე ხო ცხოვრობთ. მაგიტო ხართ აი ესე რომ დადიხართ და ყველაფერი რომ დაგეხურათ და ყველაფერი რომ დაგეხურებათ. ქართველი ხალხი ყოველთვის ამას შეუწყობს ხელს, რომ თქვენნაირი ვიგინდარები, თქვენნაირი აი უსულო ადამიანები საერთოდ გადაგვარდნენ და გადაშენდნენ აქედან. წადით სადაც გინდა, რომელ ქვეყანასაც გინდა, იმას შეეხიზნეთ. ერთი თუ ვინმე თქვენსკენ მომხედავი ვიყოთ და რომელიმეს მოგვენატრო და ჩამოდიოქთ ხოთ, აგე თქვენ თვითონაც ნახავთ. დაგაზეთ მოდი აქედან და დაგვასვენეთ ეს ხალხი და ქართველებად თავი ნუ მოგაქვთ, იმიტომ რომ თქვენ ხართ ნაცისტები, ჩვეულებრივი, თქვენ ადამიანებს საზღვავთ ნაციონალური ნიშნით, თქვენ მაგრა ვიკავებ თავს, ძალიან მაგრა ვიკავებ თავს, არც გინებას მოვერიდები საჭირო რომ იყოს. იმ ჯარიმასაც გადავიხდი, პასუხსაც ვაგებ, მე თქვენსავი ტირილს კი არ დავიწყებ, რომ შევიგინე და ციხეში მიშვებენ ორი კვირა. წავალი ციხეშიც, ჩავჯდები კიდევაც, გაიგე და პასუხსაც ვაგებ, იმიტომ რომ მე ეგეთი კაცი ვარ და ქართველები ზოგადად ეგეთი კაცები ვარ და თქვენ ხართ ქათამები ჩვეულებრივი, იმიტომ რომ ეს კაცი რომელი ხარ, ონისეა კაცი მოგიბრუნდები შენთან მოვალ, მაგრამ ვინ ხართ კაცი ბიჭო, იგინებით და იმის ერთი ადგილი არ ყოფნით, გაიგე არავის რომ პასუხი აგოთ მე ანუ დგახართ მე და მიშველეთ და მირწყავენ და იმას გებია. აი ეგ ხალხი ხართ, თქვენ ხართ ჩვეულებრივი ქალები ხართ, პროსტა კაცის ფორმებში გადაცმული, თორე თქვენ არც პატივს არავინ არ გცემთ. დარწმუნებული ვართ, არც ეგეთი ჯიგრიანი და ვაშკაცი ძმაკაცები არ ყავთ. ანუ ვინმე რო გითხრათ, თუ ყავთ, პროსტა უეჭველი ისინი გაგლახავდნენ მანამდე, რო იცოდე, ეგრე მგონია რა. და მიუბრუნდეთ, მოდი ეს თემაც მოიტანა. თქმა მინდა რა, წარმოიდგინე როგორ ესენი როგორი ფასადურები არიან კიდე ერთხელ გამოჩა. აი სააკაშვილი როგორც გარედან ღებავდა, ხო გახსოვს კორპუსებს და შიგნითო აი ესეთები. ესენი დემოკრატიას იცავენ სიტყვით, მაგრამ საქციელებით ყველაზე არადემოკრატი ხალხი არიან. ესენი სიტყვით იცავენ ქალებს, მაგრამ საქციელებით აი ხო გამოჩნდა, რომ სრულ აბსურდში არიან, ფასადები ეს პროსტა სიტყვით არიან, ამიტომ ყველაზე არასეთები ახარ. ესენი არიან ზუსტად ცხოველების ფერის ბინადრები. აი სადაც ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი ცხოველი უფრო თანასწორია ვიდრე სხვები. აი ესე უყურებენ ზუსტად ამას, მიხვდით? არა ეს ერთ-ერთი ამაძეჯდებ მარტივი მაგალითია. ფარისევლები, ხალის კროსი კიდე აი კროსი ხას იმიტომ უსვამ რომ ეგეთი მუშტის მოდება. აი UFC-ს ფანი და ეგეთი არ მინდა. მიჩხუბი ახლა ხო გვიჩხუბია და ეგეთი არავისთვის არ მომიწყავს, აი არ მომიდია. ესე გულით, ესე მუშტი მორტყვა, აი ესეთი მოდა ამაზე ხმას არიღებენ. ეს საზოგადოება ქალების უფლებების დამცველები ვითომ და საერთო დუმს რამოდენიმე გამოხდა ვიღაცებმა რაღაცა თქვეს რომ ქალს ხელი არ უნდა დაარტყა და აი რაღაცა ისე ხო ვალი მოიხადეს და მონები ბიჭო ხალხი არიან ეხლა და მე პრინციპებზე გველაპარაკებიან და მორალზე და ჩვენ რაღაცებს გვესაუბრებენ სრულ აბსურდს აი ნუ თავს ვიკავებ ეხლა მეც მაქსიმალურად ის ენერგია მე რას ვერ ხვდები ეხლა უკვე რა ეს რაღაცა ეს რა გაიბე აი მენა ის არ მინდა ვაფშე მაგის სახელის ხსენება ეს სანაია პადოში დაიჭირეს ეხა ორი კვირა გამოდის და აი იცის ბიჭო რომ არც გალახავენ არც არაფერს არ უზავენ არც ხო ხტები არაფერს და იქ მივოდა ვითომ დაწერა ვაჟკაცივით დაждდა რაც იგინებჭე კაცი თუ ხარ ამის ერთი ადგილი თუ გაგ რა სტატუსებს წვედა რა სტატუსებით გვეწედა მე მეორეცეთი ძმაო რა ვინ მოგცათ მაგის უფლება რომ აი ეს სტანდარტი დანერგოთ რომ ესე იგი გაიგე შენ გადაწყვიტე თურმე როგორი ბრძოლის მეთოდები უნდა გქონდეს მე მაგალითად ის კაცი არა ვარ რომ ვინმე კაცმა რომ მე დამიწეროს ეგეთი რაღაცა ლანძღვა და გინება მე აქედან რომ გავდისო და მე ვიდეო ჩაუწერო და მეც ლანძღვა და ვაგინო არ ვარ ჩემნაირი შეიძლება ბევრი იყოს ბევრს შეიძლება გამოვიდეს მდგომარეობიდან ოღონდ მე პასუხი აგოს კაცო ამაზე მე კი არ დავდგები და მართალი ვარო და იმას კი არ ვიტყვი მაგრამ გეუნები თქვენ ხართ შიგნიდან ქალები ყველა ანუ და უბრალოდ კაცის ფორმა გაქვთ რა
და ანუ იქსევით ეგრე ქალებს ხართ ამოფარებული, ქალებთან ერთად დადიხართ, ეს ქალები კიდე ვინ არიან, კიდე ყველამ კარგად ვიცით და ანუ ვინ? რას ნიშნავს უფლება გაქვთ, რომ ანუ აგინოთ ხალხს? ანუ უფლება გაქვთ, რომ დაწეროთ რა გინებას გინდა და ესე იგი მაგ სტანდარტია დანერგილი, ხა მე ძმაო იქ დაგიწერე, გაიგე და იქ შეგაგინე და შენ ხა რატომ მოდიხარ ჩემთან და პირში რატომ აგინებ, ან რატომ ნახულობ, გაიგე? ხო და მან ბებია თქვენისამ რა, გაიგე? ყველა ადამიანს თავისი გამოხატვის უფლება აქვს და უნდა ესე გამოხატავს, უნდა ისე გამოხატავს და ვიღაცა რომ გამოხატავს სხვანაირად, მერე ის პასუხსაც აგებს და არავინ არ დადგება და მართალია ეს კაციო, კაცო, ესე ცემა შეიძლება არავინ არ იტყვის, მაგრამ ის კაცი წავა და თავის პასუხს აგებს და აი ეგეთი ბანძები როგორ ხართ, ონისე რომ ჩათქვიფა იმან 1-2 კაფები რო გაუკედა, ჯერ არაფერი არ ჭირს ამ პადოს. მაიკა ქონდა გახეული, მაიკა დაზიანდა. ვინ დადგა და აი მე ჩასაფრება მომისყვეს. დამხვდნენ იმასთან და რაც ჩასაფრება, ან ჩასაფრება იცოდე რა არის. ჩასაფრება რო მოეწყოთ, შენ მაქედან კივილ-წივილის ხმას ვერავინ ვერ გაიგებ და ისე დღეს ჩაგაგდებდა და მინდა ხაზი გაუსვაგრო. რო დამდგარ ხარ და პოსტივიმდან იმან რაქვი რუსთავიორმა ააგორეს, ვინ ააგორეს ბიჭო? ქართველი ხალხი გიყურებთ YouTube-ზე, მაგას ჭორაობ, მაგი იუმორით ხარ წარმოდგენილი და ყველას ანუ ყველა ნახულობს ამ ყველაფერს და ხა მე რა გიკვირს მან რუსთავიორი თუ მაგნიუს გააუცელებს და ხალხი გაიგებს, შენ ამას ჩუმად, შენ ოთახში და შენ მეგობრებში და იმ უკანა ეზოში კი არ აკეთებ, შენ საქვეყნოთ აკეთებ ამას და საქვეყნოთ როცა ეგეთ სიბინძურეებს აკეთებ, ანუ ყველა მიცის ეგ და რუსთავიორი რაში მჭირდება, მე პირადად ვნახე რაღაცა სკროლვის დროს ეგ რა ფეისედო ვაფშე არ ვიცი, ჯერ რა იუმორი გაქვს და ბიჭო, ამას აბრალებ პოსტივის და რუსთავიორს და იმეც. რა რუსთავიორს მაშინ იმას Facebook-ს დააბრალე, მაშინ გირჩევნია ეგ, მე Facebook-ზე ვნახე სკროლვიზოს ეგ ვიდეო ერთიც, მეორეც, მე მესამე დღეს, მესამე, მეოთხე დღეს, მეოთხე და ბინძური ხარ. ჯერ იუმორის ნასახი არა გაქვს. შენ იუმორი კი არ გაქვს. პროსტა სიბანძეებს იძახი და გარყვნილობებს იძახი და ადამიანს რო არ გაუგონია ეგეთ რაღაცებს იძახი და ვიღაცა 20 კაცი ტას გიკრავს და ბიჭო იუმორად შეიკრიბე და დაგაზეთ მეთქი აქედან ვაფშე გვეზიზღებით ქართველებს ვინც ჩვენ ეკლესია შენ არ იყავი დედა მე მინდა რომ ეკლესიების გრეველი გამოხვიდე ხო გამოხვედი გრეველი ხო ჩაგითათქუნეს თავში შენ კიდე გადარჩენილი ხარ მაგას და მოდი დააყენე ეგ ერთი ადგილი შენ თორე ჩასაფრება და კივილ-წივილ და შენი ცოლი ვეღარ გიშველის მერე რა ეგ იცოდე იმიტომ რომ ყელში ხარ უკვე შენი ბანძი და ძიშოვი იუმორით გაიგე და მერე კიდე ბიჭო ზის ეს ზნედაცემული ეს არაკაცი და არარაობა ზის ბიჭო და მოხუც ბებიებზე ზესუმზირას და თხილს რო ყიდიდნენ მაგაზე მომიცე სად არიან აი გადაშენდნენ რავი დაიხოცნენ ალბათ და ანუ ძალიან ვინ ხართ ვინ მიგდიხართ ბიჭო რომელიმე ვინ როგორ აძლევთ ამას თქვენ თავს ამის უფლებას და დგანან ბიჭო და ბებიაო და ეს ბებიებიო რავიო ხო და შვილმკვდარი ბებიები რო იყვნენ და ერთსაც რო შვილო აი ჩემ შვილიშვილს მახსენებ და ერჭიქასო ზედმეტად გიყრიდაო და ხადაობს ბიჭო შენ რა იცი ამ ხარ შვილიშვილი ახსენდება შენ რა იცი ბიჭო ამ ხალხს რა ტკივილის გამოიჟდა იქ რა ბედი ქონდა რა გაიარა იქ შვილიშვილი გარდაეცვალა თუ რა გარდაეცვალა ქალი ზის და 20 თეთრად თხილს გყიდულობ ბანძო შენ და ქალი იმაში გიყრის თხილს და პლუს ერჭიქა ზემოდან გიმატებს და იმის მაგივრად რომ მადლობელი იყო და პირიქით მოიკითხო რომ სად არიან ეს ხალხი რაღაცა დავეხმარო ავტობუს და მეტრო რო დადიხარ ყველას რო ეზიზღები შებანძო შენ და წახვიდე და ამ ხალხზე იზრუნო მართლა კაი რაღაც გააკეთე მაგრამ შენ ხარ პოპულისტი ფარჩაკი ტიპი მთელი ქართველების სახელით გეუნები ამას იქ წავედი მზის ამოსვლებს უყურებ ხოლმე იმ ადგილას უწადი და მზის ამოსვლას კი არა დაგაზე მზე ყველა ქვეყანაში არის აქ არ არის შენაირების ადგილი და ვერასოდეს ვერ იქნება შენ ვერასოდეს ვერ იქნები აქ ვინმე ან რამეს ვერ წარმოადგენ შენ უბრალოდ ერთ-ერთი ნაგავი ხარ იმადგან ვინც აი ბევრი ვიცი და ერთ-ერთი ტიპი ხარ ვინც უბრალოდ აი ხა გამოხვედი და ყურადღების ცენტრში მოეკეცი, იმიტომ რომ ტყაპი გაგადინეს 1-2. აი ეგ წარმოიგინე რითი ცხოვრობ. რომ რაღაცა იმაში სტენდაფერი, რა იუმორი გაქვს ბიჭო? შენ იუმორი ვაფშე არ იცი რა არის. შენ ისეთ ბანძობებს იძახი, ისეთ რაღაცეებზე გადაობ, რომ შენ უზიხარ რაღაც უცხოურ რაღაცებს. იმ უცხოეთში ჩემო ძმაო, რა ჩემო ძმაო არა ის კიდე.
იმ უცხოეთში მართლა არის ეგეთი იუმორი, შავი იუმორი მართლა არის. იქ ხალხს მართლა ეცინება, იმიტომ რომ ჩვენნაირი ხალხი იქ არ არიან, რომ ეგეთი რელიგია, ეგეთი მწამსით, ეგეთი ღირსებით არ არიან იქ ძმაო ეს ხალხი. იქ არიან, ყველა არის ლაითი ისეთი ტიპი, რომ იმაზე იღადავებ თუ დედამისზე იღადავებ თუ თავისშვილზე. ეგრეა, კაცი არ გასოს თავისშვილზე გადაოდა და ტაში უკრავენ. სამორალია, შებინძურო კაცო, საქართველოში ეგ არ ხდება და შენ თუ იქედაური რაღაცა ნახე და გინდა გადამონერგო. ვერ გადამონერგავ, იმიტომ რომ 20 კაცი რო იცინის, მილიონ 20 კაცი გაგინებს რო იცოდ. და ამიტომ ცოტა აზზე მოდი თორე ეს არ არის ის რომ ვინმე მაგიგორა და ვინმე რამე და იმას რა ქვია ნავთი დაასხა ცეცხლს. არა, ეს არის თითოეული კაცის გულში სიბრაზე და იქ ნოდარ დუმბაძის დაცვაზე კი არ არის მარტო. ანუ ჯერ ეგ რამ მაგაზე დაჟე ყველაზე ნაკლებს გელაპარაკები, იმიტომ რომ იმდენი ბანძობა გაკეთებული ადრე rilsშიც გიგითხარი რომ ეკლესიების გრევა რომ იდოს. ისეთი ბანძი ტიპი ხარ რომ ეგეთ მწერალს ბიჭო მართლა მაგალითი როა. გინდა მეგობრობის, გინდა ძმაკაცობის, გინდა ნიჭის, გინდა ქართველობის კოლორიტი, აი ესეთ კაცზე. აი გულივაი. ვის რაზღავი? ზუსტად ვიცი შენი ის გასალამწი ჯერტი ვერასოდეს ვერ იქნება და მაგის ერთი ადგილი შენ არასდროს არ გეყოფა რომ მართლა გალანძღო ეკაცი, მაგრამ შენი შავი ბანძი იუმორი შენთვის შეინახე რა. ჩვენ არ გვეცინება და 20 კაც თუ აცინებს სადმე, მაშინ ამ ვიდეოებს ნუღადებ, იმიტომ რომ ჩვენ გაღიზიანებს და პატივი ეცი ქართველ ხალხს. პატივი ეცი იმ კაცის ოჯახს, ვისაც არ წყენია ხა ზოგიერთებით შენი თქაფი და ანუ არიან იქ კიდე იმის კაცის შვილიშვილების და ნათესავების, რომლებიც ღირსეული ხალხია და რომლებსაც ძალიან დარწმუნებული ვარ, აი დაჟე არც მოგაქციეს ალბათ ყურადღება იმის დენათ აი არ არაო. როგორი მომენტია, ეს თუ ხარ დაკვირებული ყველა ეს საზოგადოება გამოდის და რას იძახიან, ამ თავს რით იმართლებენ, რომ ეს ხუმრობაა რა მოხდა. ანუ ამაში არიან. აი გამოვიდა ეხა მაგნიკა ქათვალის რაღაცა ძველი ვიდეო ის რაღაცა კარდი 10-15 წლის წინანდელია თვითონ გამოდის საშე ეხა ამაგას არ გავიმეორებ ეკრანზე გამომაყურებენ ნახავს რაზეა საუბარი. ამაზე იძახის რომ 15 წლის წინ ეს გავიხუმრეო და ეხა ამით კიდე დღემდე მაშავებენ. გაშავები კი არა, გადასაშავებელი ხარ ანუ საზიზღარი ხარ 15 წელი თუ ეგაზრი გქონდა შენ თავში. არა ხო და ამასაც დღესაც ბინძური ხარ. ეცემ რას ვიძახი იცი რომ ანუ ესეც იძახის რომ ეს ხუმრობა იყო. ესეც გამოდიან წმინდანებზე ხუმრობენ საშენ რაღაცებს, ესეც ხუმრობა, დუმბაძეზეც ხუმრობ, მითი ამით იპრავებენ და მე ამას ხო დამცველები ხო ყავს ხები რომ გამოდიან და ყველა ერთადერთი სხვა გამოსავალი არ აქვს რომ თქვენ ანუ ვერ გაიხუმ, ეგ გასაგებია ხუმ რა არის ხუმრობებში ზღვარი ასე რომ წითელ ხაზებს ნუ გადადიხარ. წითელ ხაზებს ნუ გადადიხარ. გამავთავრებინ ჩვენც ვეხუმრებით ერთმანეთს, მაგრამ არის ხო რაღაცა რამკები რა ებოდის ჟარგონისთვის, რომ რაღაცა ეს ერთმანეთს არ გავეხუმრებით, ხო არ ვაკადრე, არ მე შენ არ გაკადრე, შენც მე არ მაკადრე და პირველ რიგში საკუთარ თავებს არ ვაკადრეთ, ესეთ რაღაცებს ლაპარაკს, ხო? ნუ ეს სრული ხო მარაზმია და ეს პროსტ აი რამე ნახო რა ეს საზოგადოება აი როგორი ერთნაირები არიან ყველაფერში. აი ხო ნიკა ქავთარებს ხო მოდი ეს ვიდეო უბრალოდ ჩართოთ ნახე აი ეს სკერი აი იქით სკერს ქვემოთ რო არიან აი რა მარაზმი არიან ნუ წარმოუდგენელი. და ქართველების გამკურვებია ის რომ ქალაქში გამოსული ძიმე ცხოველები ჩვენ დავაძინეთ და დავხოცეთ. როდესაც თავარი მტაცებელი არის თავისუფალი. ჩემი პატრიარქს რა პრობლემაა? მე მგონი სასწრაფოდ უნდა მოვათავსოთ პატრიარქი ვოლიერში, როგორც მტაცებელი, დიდი მტაცებელი, ამაზე დიდი მტაცებელი მე არის. და ბურჭულაძე და რა წერს ახლა მინდა წაგიკითხოთ ვინ ლაპარაკობს ნეობაზე. მიდგება როცა ტუალეტში შევალ საიდანაც ესესაა დედაჩემი გამოვიდა. ჩვენ არ ვართ ახლა აკრებულები ლიტერატურული მიდგება როცა ხსენებ გარჩევა არ სიამოვნებთ ბატონო ზაზა? არა, სიამოვნებთ ძალიანაც. სიამოვნებთ? ხელს მოვაწოდე. თავის ციტატა წავგეთა თავის ნათქვამი კი სიამოვნებთ. აი ხა რატო მოვიყვანე ეს მაგალითები ქავთარაძე რატო მოვიყვანე ესენის ის ეკლესიების ხუანგრევს იქ წმინდანებს ერთნი არიან, მივხვდი იდეოლოგიურად, ერთი ხალხია. ეს არის საზღარი, ეხლა ქვეყნიდან აღარ არის, აქ აღარ ცხოვრობს, მაგრამ მიშას პერიოდში ადი ცხოვრებენ. ქართველი ილია მეორეზე ლაპარაკობს ამას. ვოლიერში უნდა იჯდესო და აი დედაჩემი შევედიო და მაგას ხელს მოვაწერო. და ესეც ხუმრობაა, მივხვდი ამათვის. ეს ყველაფერი ეგრე ტიპი მე მგონი არ ხუმრობს მართლა. არა, არ ხუმრობს. ეს ტიპი მართლა არა, არც ერთი არ ხუმრობს ეგრე ბიჭო, შეიძლება მივხვდი, მაგრამ აქ ფაქტი ეს არის, რომ აი ერთნაირები რო არიან, აი ერთი ერთში და ერთ ვიდეოსაც ჩართავ, აი ჩერგოლეიშვილის, აი ზუსტად აი ყველაფერში რო ერთნაირება არის, წარმოიდგინე აი კოლერაცია, რასთან გაავლო, პროსტო ეს, ნუ აი
წარმოუდგენელი. მინდა რუსთაველის შესავალი წაგიკითხოთ, რომელიც ზეპირად ყველას გითქვამთ ალბათ, მაგრამ შიგნით არციც მნიშვნელოვანია და ამიტომ არის ზუსტად მნიშვნელოვანი განათლების სისტემის თქო გაუმჯობესება, რომ ადამიანებმა სწორად გაიგონ ხოლმე ის, რასაც ზეპირად ამეორებინებენ, რომელმა შექმნა სამყარო, ძალითა მიძლიერითა, ზეგარდმოარცნის სულით აყვნაზეცით მონაბერითა, ჩვენ კაცთა მოგცა ქვეყანა გვაქვს უთვალავი ფერითა, მის განაწყობლი ხელმწიფე სახით და მისნერითა. რუსთაველი მაშინ წერდაო ამას, აი მიხვდი რაც უთი ხალხი არის. აი როგორი გიჟები არის. ამათ უნდა ხელისუფლებაში მოსვლა ამ ხალხს, ამ იდეოლოგიის წარმომადგენლებს. და ამ იდეოლოგიის წარმომადგენელი იყო სააკაშვილი და ის ხალხი, რომელიც იყვნა მადლობა ხერს მოვიშორე. ბინძურები ქრისტიანზე წმინდანებზე როგორ ლაპარაკობდნენ გაიგე. მაგას დღეს გამოვიდა სააკაშვილი და ონისეზე თქვა, ვამაყობ შენითო ონისეო და შენაირების არის საქართველო. ხო და ღმერთმა გიმრავლოს სააკაშვილები ოჯახში შენ და ერთმანეთს ვაფშე თავები რა. აი რა მარაზმია. ეხა ვიდეოს ჩართვა მინდოდა, მაგრამ ნუ ეგ უკვე ვილაპარაკეთ, ვიდეო აღაც გვინდა ჩავთვით პრინციპში. რეალურად რა, ყველაფრის მიზეზი რა არის, რომ ანუ უნდათ ვაფშე არიციან ჯერ ევროპა ვაფშე რა არის და იქ როგორი ცხოვრებაა და როგორი სტანდარტებია და იქ შეიძლება კაი პროდუქცია უფრო იაფია, მაგრამ ზატო შეიძლება გადასახადი არის ორჯერ ზვირი. შეიძლება რა, ანუ ესეთი რაღაცები არიციან, მიხვდი და ევროპა გონი დასასვენებთ რომ მიდიხარ მარტო ეგონია და შედასამზარეულო აი ცხოვრების გულის ბიჭო. აი რა ვერ გაიგეთ და რატო ხართ აი აცდენილები გზას. რომ ნახე, ქართველი კაცისთვის, ნამდვილ ქართველ კაცზე ვლაპარაკობ, პირველი არის ღირსება. კაროჩე, ქართველი კაცი ღირსების შელახვის გულისთვის მზად არის რომ თავი მოიკავს. ბევრ ადამიანს მოუკლია თავი და ბევრი ადამიანი ყოფილა ისეთ სიტუაციაში, რომ აი ვერ გაძლო ღირსების გარეშე, რაღაცა შეელახა და ტიპ ვერ გაძლო რა. ჩვენი მთავარი პირველი ფასეულობა ჩვენი ისტორია დგას ღირსებას. ჩვენი ღირსება. აქამდე მოვედით. თქვენ უღირსებო, პროსტა რა. რა ღირსება თქვენ გაქვთ? ბიჭო, თქვენ გინდათ კაი ცხოვრება რა, ის გინდათ რა, იაფათ, იოგურტი, რედბული, რაღაცეები, იმისი, ამისი, აი, სვეტში ეგეთი ხამია, ეს კინდერი იქ 3 ევრო ღირს და აქ ღირს 19 ლა. ბიჭო, რა კინდერი, ზნეობას კარგავთ, თავმოყვარეობას კარგავთ, ღირსებას კარგავთ. და სამშობლო არ გაქვთ პროსტა რომ დაკარგოთ, იმიტომ რომ ჩვენი არის ეს სამშობლო. მიხვდა? ჩვენ ამას არ და მაგ სამშობლოს საერთოდ და რა გონიათ ბიჭო, თუ სადმე გინდათ წაშავდით და წადით და იცხოვრეთ ძმაო იმაში. ჩვენ გვირჩევნია რომ ვიყოთ ღირსეული ქართველები და ღირსეულად გავიტანოთ ბოლომდე ჩვენი წინაპრების, ჩვენი შთამომავლების, ჩვენი აი პატრიარქის თუნდაც ყველას დანატოვარი და წავიდეთ წინ. ვიცხოვრებთ ამ ქვეყანაში, ვიცხოვრებთ იმ წესებით, რა წესებით იქნება ყოველთვის პატივსემ და არ მინდა რა ძმაო, შენი ღირსების შელახვით რაღაცა კაი რაღაცეები, კაი პონტები არ გვინდა რა ძმაო, ჩვენ და ჩვენ ვართ თუ ვართ ამ ქვეყანაში და თქვენ ხართ ერთეულები და ერთეულებმა დაგაზეთ აქედან თქო და იცხოვრეთ კარგად. ჩვენს კარგად ვიქნებით თქვენაირი ბინძური ხალხის გარეშე და თქვენს ძალიან კარგად იგზნობთ თავს, რომ არავინ გინებას თქვენ არ დაგიწყებთ, არავინ გაგთეთქვავთ და არავინ საგინებელი კიდე არავინ ბიომასა გახდებიან, შეერევიან. მაგრამ ბიჭო, რას დავაკვირდი, იცი? ეს ტიპები ვაფშე ვაფშე ახმარო არ ამოუღია თბილისში და რო წავიდნენ იმაში, ზოგი ამერიკაშია, ზოგი იქიდან ბლატაობენ. იქიდან რო ბლატაობენ. აი თქვენ მოგმართავთ ეხა ზუსტად, რო აი რა ხდება ვიზეც იძახი. ცუდა მე გამარტყეს ხელიო, ხო, ონისეს მაგივრა. აი ეს რო არის ეს, აქვია ეს პუტკუჩა ტიპი. ხო, აი მაგ ნახე. ბიჭო, ჩემი ძმა, მომისმინე რა, შენ ხმა საქართველოში არავის არ გაგვიგია და რაღაცა ზნეობებს და რეჩები არავის არ გაუგია შენი რომ რაღაცას გვასწავლიდი და გვეხმარებოდა. თუ ჩემი ძმა ხარ რა, მოდი მიხედე შენ ცხოვრებას. სადღაც შენი აზრი ხა დააბიქსე, მაგრამ ბოდიში ონისე და მე დამარტყით ხელი და 900 ბოდიში რომ მოიხადე კიდე რაღაცა შემეშალა ვერ გავიგეო. თუ ჩემი ძმა ხარ რა, ჩამოდი აქ, გაერკვევი კარგად, ვინ არის და რა ონისე და რატო მოხვდა და ვისგან მოხვდა. და მე ბოდიშს მოიხდი თუ არა მაგაზაც ვნახავ და თქვენი ვაფშე ზოგადად მოძღორება აქ არავის არ გჭირდება ქართველებს. გავიდნენ, გაიგე და წამოუწვნენ და იქიდან ბლატაობდა. თუ ვინმეს რამის ერთი ადგილი გაქვთ და რამე მართლა გინდათ ამ ქვეყნისთვის რომ გააკეთოთ, მაშინ ბიჭო გონს მოეგე და სწორი მოწოდებები გააკეთეთ რა. ონისე ფარჩაკს რო ბოდიშს უხდი, მანდარი შენი საქციელი არასწორი რა და მაგაზე ჯობია ბოდიში მოიხადო და არა იმაზე რომ თუ ვინმე სწორად შენ შეურაცხყოფა მიაყენე რა. აი ამას გეტყოდი ჩემო ძმაო რა და იქ კიდე ჩემზე დერსკები არ ხარ და ცხონებული პაატაჩლაიზეს ტექსტებით კიდე ჩვენც ნანახი გვაქვს და ჩვენც მოსმენილი გვაქვს ეგ ისინი და არ გინდა რა თუ ჩემი ძმა ხარ შენ თავზე მიწებება შენზე დერსკებიც ვართ და შენზე ბევრ ამასაც ვამბობთ კიდე რა რო იცოდე რა აი ზაც კომენტარები რო აქვს ყველას გათიშული ბიჭო ანუ ეს ფარჩაკიონისე გამოდის
და თქვენ ეხლა მე გეტყვით და ანუ ბიჭო იგინებ კიდე წარმოიდგინე ეს უნამუსო იმის მაგერ ნაცემის მერე ვიდეო არის ხო ნაცემის მერე ტიპი კიდე ეს გაუზდელი კიდე იგინება ეხლა კიდე ვიღაცა რომ წათეთქვავს ეს ხალხი მიდის პოლიციაში იძახს რომ წავთეთქვე ძმაო და ვაგე პასუხს და იგე და ანუ ეგ წარმოიდგინე აი ეს ტიპი კიდე იგინება და კომენტარები რატო გაქვთ ბიჭო თქვენ თუ მართალი და სწორი ხალხი ხართ კომენტარს რატო თიშავთ რატო არ გინდათ რომ წაიკითხოთ რას ფიქრობს ხალხი კომენტარი რო გათიშული და ჩაკეტილები რო ხართ ოთახში და მარტო თქვენ რაც გინდათ იმას რო ხედავთ აი მაგიტო გაქვთ ეგეთი ცრუ ისინი რა ქვია მოსაზრებები და მაგიტო ხართ აი ესე იქიდან რო ენები გადამოიგდეთ და რო აღარ აჩერებთ კიდევ ერთხელ ვიძახი საქართველოში აი ეგეთი ბანძი შავი იუმორი არ მუშაობს 50 კაცზე თუ მუშაობს ბინძური იუმორი ჩვენთვის ანუ არაფერს არ ნიშნავს ეგ და აც გაგიტარებთ და მაგ წითელი ხაზების გადასვლას არავის არ გაპატიებთ ქართველი ხალხი პოსტივი და რუსთავი და იმედის ნიუსი არავის არ ჭირდება ყველაფერს ხედავთ და ყველაფერი გვესმის ძალიან კარგად რა ბავშვობა მაინც გაიხსენე ხო ხუმრობის გამო რამდენი რამე მოხდა რაღაცას რაღაცა ზედმეტი ხუმრობა ამოცენია ხო და ძალიან მარტივი არ უცხოვრი ამას ან ეს ილიაუნის ლეკვი არის ეს ონისე და ზოგადად ეს საზოგადოებას არ აქვს ნაცხოვრები მიხდი აი ცხოვრება არ გაუვლიათ რა ბავშვობა არ გაუვლიათ ეს შეცდომებს არ დაუშვებენ და თავს იმით არ გაიპრებენ ეს არის ხუმრობა წმინდანზე ხუმრობა რაღაც ქართველ რაღაცა მწერალზე ხუმრობა პატრიარქზე რაღაცა ლანძღვა იქ ეს ქავთარ ეს ნახვებია ხალხად ამას რა ხუმრობა რო ანუ ესეთი ანუ აი გამოსაჩენი ბანძი და დავალება არის ეს არის დავალება როგორც ბერძენიშვილი გამოდის და იძახის რომ ერეკლე მეორე არის მოღალატე ეს არის დავალება ეს უნდა თქვას ბერძენიშვილი ეს არის ამათი დავალება რომ ხალხს გონება აუმღვრიონ და რეალობა და აღქმებით ფაქტები ხო ამათვის არანერშობა აღქმებით არის და ამ აღქმებს ქმნიან რომ საზოგადოება იმართებოდეს აღქმებით ეს ხდება და იმიტომ გამოდიან ესეთ აბსურდ და მე გამოდის და სხვას რო დააჯეროს ეუნება რომ არა ხუმრობა რა გჭირთ თქვენ ბანძებო რა ვერ გაიგეთ ეხა აბა ნოდარ დუმაძეზე ვიტყვით რამე სულს ვიცი რომ ხუმრობა მაგრამ ეგეთი ხუმრობის ეხა ნუ თაქიან გამოდის ბიჭო და ნოდარ დუმბაძე თვითონ ის რა ქვიაო მაგაზეო რა ეხა რა კაი ბუღაძის ცოლი გამოვიდა აგერ და ნოდარ დუმბაძე არის კომუნისტიო და ყველა მის შთამომავალი არის ნაძიერალაო და მე ნოდარ ეს რა ქვია დუმბაძის შვილი გამოვიდა და ვინც ეს ბიჭიცემა ან პროვოკატორი არის ან დებილი არის ხა და აბა დავაგდით თქვენ ერთმანეთში არ ვიცი ხა რავი თუ ერთი გუნდი ხართ ერთმანეთს მაინც ნულანძღავთ ჩვენი რჩევა იქნება და ჯერ ესეთი ნოდარ დუმბაძის ოჯახი და შთამომავლები შენი გასალანძღე ამ ქალის ეგეთი ქმარი რომ ყავდეს ეგეთი ქმარი რომ ყავს ტიპს შენ ვეღარ უნდა გალანძღო იმიტომ თუ ოჯახებზე ხურდები გალანძღვაზე იმდენი ოჯახის წევრი ყავს და სიმამრით ფურთხა ყავს ფურთხას გალანძღეთ მამამისი ისინი არის მან ხალხი რომ ვის გეყოფათ გასალანძღე და დაანებეთ ამ ნოდარ დუმბაძის ოჯახს თავი და მაგის იმას და მაგის ამას და ამ ხალხს რომლებიც მაგალითია კოლორიტია და ჩვენთვის მართლა მაგალითის მომცემია და ესეთ ხალხს ნუ ებზვით იმიტომ რომ ვერაფერს ვერ დააკლებთ და კაფები არ აქცდებათ მე როგორც მივხვდი ეხა ეგეთი რეაქცია ქართულ ხალხს თორე რამეს კი არ გემუქრებით უბრალოდ რასაც ხედავ ფაქტის კონსტატაციას ვახდენ ეგ არის და დაიწყებენ რომ ერთი რა არის ხო იჩხუბი იყო რა და კაცი ხარ რაღაცა და კაი ორნი არიან სამნი არიან ხო ეს მიშველას მაინც ნუყვირი და ბოლო გააქანე შენს ხელი დაარტყი რაღაცა ხო თუ უნდა გიშველონ მე მიშველე რო წევი ხარ მე აქედან რომ ეგეთ გონორზე თუ ხარ ტელევიზორში და ფეისბუქზე ცხოვრებაში ეგეთ გონორზე იყავი რა ძალიან მარტივია და ერთი აი შენ ვახოსანაი ახსენე და ეს კაი ვიდეო გამახსენე უბრალოდ ეს წარმოიდგინე ეს ნაზი არსება ნახე როგორი გათახსირებული არის ნუ აი ამას არ ვეღოთ ამისგან წინა ხელისუფლების პირობებში საკმაოდ მძიმე ტრაუმები მაქვს გადატანილი როგორც ჟურნალისტს მხოლოდ და მხოლოდ პროფესიული საქმიანობის გამო მათ შორის სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ამბავზე როცა ხელყუმბარა მესროლეს მithქვამს ეს რამდენჯერმე ხო საცხოვრებელ სახლში ის რაც დღეს ვახოსანაიას გაუკეთეს Facebook-ზე დაწერილი პოსტის გამო რომ 14 დღით დააპატიმრეს რაც ფაქტობრივად სისხლის სამართლის სასჯელს უტოლდება ეს იმაზე უარესია ვიდრე მე რომ ხელყუმბარა მესროლეს წინა ხელისუფლების პირობებში აი დასრულება ესეც ხო ყველაფერს ელოდებოდი მაგრამ ამას ხო ელოდებოდი არ მოიდგინე სახის აი ნუ ეხა ბიჭო ამას რაღაცა იცი ანუ გააკეთეს ესეთი რაღაც რომ სიტყვას უკარგავენ ფას მე მახსოვს სიტყვა არის ყველაფერი სიტყვას რო იტყვი მაგაზე უნდა აგო პირველ რიგში კაცმა პასუხი ანუ სიტყვის გამო ხდება ყველაფერი სიტყვიდან იწყება ყველაფერი ანუ
პირს რო გააღებ სამყარო სიტყვისგან შეიქმნა. აბა ანუ წარმოიდგინე და ამაც უნდათ რომ სიტყვის გამო ანუ არაფერი აღარ ხდება რის გამო უნდა ხდება მაშინ რას უნდა კონდეს ფასი რას რა გამოდის უდიდესი ძალა სიტყვას ერთი და იგივე წინადადება ადამიანს შეგიძლია ისე უთხრა რომ გაახარო და ატირო კიდევ ერთი და იგივე წინადადება გაშე რო ფორმით ეტყვი როგორ ეტყვი უდიდესი ძალა აქვს არა მისტიური რაღაცაა სიტყვა არ არის და ამათ აგერ პადოში აქვს არტყმული და მიდი და ყველაზე ხუმრობას ეძახიან ხო და ანუ წარმოიდგინე ხა ესე გავიგეთო ხუმრობა მაგრამ ეგეთი ხუმრობა ანუ არ ვახო არა მარტივად ვახო სანაია უნდა დაწამ იმენა არაფრის მომცემმა რა ისინი რო ტყუილა დააჭერინა კიდე იქ ბიჭები გახსოვს იმაში წყნეთის ქუჩაზე ხო ეს იმენა აი შევავში როგორ დადიხარ ქუჩაში და ამ ბიჭო ვითომაიძან რეციდივისტი მე ვინა გამო შეაქო შენ ინტელექტუალი ჟურნალისტი სააკაშვილი გაკებს განზრეული გაქვს ანუ ბოლომდე აი ეგ უკვე ბოლო პონტი არის ალბათ ბოლოსდადი და წამენი გამოდიხარ ბიჭო და ამ ხელა თანამდებობის პირებს რომლებსაც ამას უწერ ესეთ სიტყვებს მე ამის შეიძლება შვილი შემოდიოდეს Facebook-ს და შვილი კითხულობდეს მამამის როგორ ულახავ ღირსებას ვინ მოგცად ბიჭო მაგის უფლება და რა უნდა ქნას მე ამათმაც ეხა თანამდებობის პირება პასუხები გაგცენ კომენტარებში თუ იმაში თუ ამაში რა ვაფშე რა მექანიზმი არის ეს ვერ გავიგე და რა გგონიათ ეხა რომ თქვენ აქ ქვის ერთი ადგილი რო არა გაქვთ პირში ეგ ყველამ კარგად ვიცით მაგრამ იქიდან ეხა რაღაცეები იწეროთ და ჩვენს აქედან გაგდისოთ არ არის მეთქი ეგრე რა ეგ არის ხო ის არა ქვია რეპერ როდგანა რა ქვია მაგას გადისვა არ მაგრამ ის ერთი როგორ ასახიან მაგას flow თუ არა ბიჭო გადისვა არის დისსა ანუ თუ რაღაცებს მომო გადისვა მაგას რა ისე რომ მოიხსენია მე რევში ხოდეს გამდისეს იქ ეგრეა ხო და არ მოირგი ჩვენ უნდა გავდისო ეგ არის იქ ხო მოგვიყვა იმა რომ Facebook-ზე ვიღაცა შეურაცხყოფ რომ მეყაზე რომ დაადგინა რომ უთხრით აქ რატომ თქო პასუხო Facebook-ზე მოგეთ ეგენი არიან ეგ ზუსტად ეგენი არიან რომ ჩვენც Facebook-ზე მომთხოვე პასუხი აქ რატომ ნახულობო ბიჭო აი სიძულვილის ენას რო ხო აღვივებთ ხო იგინებით აი პასუხიც აგეთ რა მაშინ რა მაგაზე რა ხაბზე ყველა გულწრფელად ვილაპარაკოთ იწევლებით ძმაო იწევლებით იგინებით იფურთხებით უზდელები ხართ, უზდელობთ ეს ყველაფერი ხო ერთად უზდელობა. სტატუსებს წერთ უზდელს და მან იგინებით. გადაცემებში, ეხლა მე ვიდეოს გავაზრობ ერთი, გადაცემაში აი ეს მარტა სამართ ჟურნალისტად ეს ქალი ვაფშე არ იწოდება შენ რო ამოშე. ეგ არის მიშას ფან-კლუბის წევრი. აი ეს გოგო ვაფშე თუ ქრა არის ვაფშე ეს ქალი არაფერში აწე, პროსტა ყავთ დასმული რომ აი რაღაცები ქრა. ზიან ბიჭო და ამას განიხილა მე რომ ესო ამის მერეო ამ იმაზეო ესეთი შთაბეჭდილება ექნება თორე ანუ სულ ეგ გაახსენებათ ეგ სიტყვა ანუ მაგ ვიდეოს გავა ჩვენ ერაში და წარმოიდგინე სიძულვილის ენას ხო აღვივებთ ამას რო ლაპარაკობთ ტელევიზიით ამ დროს ხო ხალხი გისმენ და იქ ხო სიძულვილს აღვივებთ ანუ ორმაგი სტანდარტები ხო გაქვთ და ქალი თქვენ რო გინდათ იმაზე ძალადობა და თქვენ რო არ გინდათ იმაზე ეს ხო გაქვთ აი აქაც ხო ბინძურები ხართ ანუ ნაცისტები ხო ხართ, რასისტებიც უეჭველი ხართ. და ანუ მავნებლები ხართ საბოლოო ჯამში, ანუ ყველაფერი რაც ჩამოგითვალე, წარმოიდგინე, აქედან ერთ რაღაცას რო აკეთებს ადამიანი, უკვე ცუდი არის და უკვე გამოსასწორებელია და მთელი ბუკეტი ხართ სიბინძურის, ანუ თქვენ ხართ როგორი არ უნდა იყოს ადამიანი, ეგენი ხართ, თქო, რა მოგდით, იცი? ამას ხო აკეთებთ, ჯერ ეს გახდით, მერე ის გახდით და საბოლოო ჯამში იმდენად დაბინძურდით, რომ თქვენ იმედიც აღარ გაქვთ, რომ რამე გამოვა თქვენგან და ბოლომდე მიდი-შვიდი სადამდეც წავა გაწყდება იქ. ეხლა დასავლეთმა შავკანიანების პროპაგანდა აი შევიწროება რომ დაიწყონ შეცვალონ, ესენი გამოვიდნენ და დაიწყებენ მაგათ ესენი არიან ანუ ვაფშე ყველაზე ცუდი და ვინ შეცხვებათ. ეგრევე იტყვიან რომ აი ეს შავი ფერის კანი და ეგრევე აი მიწაში ჩადებენ ძალიან მარტივად. ანუ აი შუბლის ზარღვი როგორ გაწყობ, ოდნავად არ შეცხვებათ. ანუ გამიკვირდება რომ ეგრე არ იქნა. აი 1000%-იანი მაგას იზამენ. ნუ საზღარი ხალხია რა და მე გამოდიან და იგი საუბრობენ რომ რატო ლაპარაკობთ ამ ჯაბა ვიზე ვილაპარაკო ხა რომ გამოდის ეხა ის რა აბა ვიზე უნდა ვილაპარაკო საბოლოო ჯამში კიდე ერთ რაღაცას გეტყვით რა მაგრა არ გვაინტერესებს აი ეს ბინძური მაყურებლის როლი ჩვენი მაყურებელი ვინც ჩვენ გვიყურებს ვინც ჩვენსკენ არის და კომენტარებში ჩანს ლაიქებში ჩანს ყურებაში ჩანს ქუჩაშიც ჩანს მეგობრებში ჩანს ნაცნობებში ყველგან რამოდენიმე ვაფშე ნოლი არაფრის მომცემი ტიპის რაღაცა აზრი არ გვაინტერესებს რა ჩვენ
ვთვლით იმას, რომ ხართ თქვენ აი ეგეთი მიუღებელი ქართველები და აი იქამდე სანამ სული მიდგას პირში ამას ყოველთვის გეტყვით. ხან ამ გადაცემიდან, ხან პირადად, ხან იქიდან, ტელეფონიდან და ხან გემიდან და ხან ბათუმიდან და იცოდეთ რომ მაგიტომ ვცხოვრობთ ჩვენ აი ამ ქვეყანაში, რომ ჩვენი ქვეყანა დავიცვათ და თქვენგან დასაცავია ჩვენი ქვეყანა. ეს გადაცემა მაგითო არსებობს. აი, ბიჭო, ჯერ ჯამაი მართლა რო ავიღო ეხა, მართლა რო აიღო და ამათ რო ეს თავები რო ამოიყვანო, ვინები არიან, აი, როგორი ტიპის ხალხი არიან ეს თავები, ვისაც ალაპარაკე. გიგა მაქარაშვილი თუ ვიღაც, აი, შეფარჩაკო ნო. ეთერებიდან ჩატეხილი. ფარჩაკია, ბიჭო. ეთერებიდან კი გიგა მაქარაშვილი, შენ გონი ეხლა რომ ქართველი კაცი შენნაირი. აი, ეტალონია ქართველი. მაგდოში გეცხოვრა, აი, ძველი დროში გეცხოვრა, შენ, ანუ იმას არ მოგატანინებდი. ხმლის ჩასადებს პროსტა რაღაც ძაფს. საჭორისი იქნებოდა უე. ეს იქნებოდა, კაროჩე, ეს გადაგვარე, ეს ვაფშე არ ვიცი ამას. ანუ საჭორისი რა ისეთ რაღაც. შენ მაგარი გადარჩენილი ხარ მაგდოში რო არ ცხოვრობ ისე რო იცი. საჭორისი და ყველაზე ძიმე სასჯელი იქ რაღაცა ისე ჩაიდენდა რომ წააჭრიდნენ რა. სას ბინძური ხარ, შენ ბინძური ხარ. აი ეს პროპაგანდისტები კიდე, ეს გათახსირებული პროპაგანდისტები კიდე. ნუ გამოდიხარ და ონისე მიცით ესე კი არ თქვა და თქვენი გაგება თუ თქვენი აეგ რაღაცა მაგას ვიდა ხუმრობით რო აპრავებენ მაგას მომისმინეთ დაახვიეთ და იცით რაც უნდა ქნა და ჩვენ იუმორიც ვიცით შავი იუმორიც გაგვიგია და მოგვისმენია მაგრამ მოდი რა ეხა ისე ნუ ჩათოლით თელ საქართველოს რომ ვითომ ეხა ვერ გაიგეს იმათმა რა არის იუმორი და რა არა იღადავე და ბებია თქვენებზე და თქვენ ოჯახებზე რა თუ გადაობა გინდა და ხალხს ვისაც თქვენ არ იცნობ და არანაირი ვაფშე გვერდში არ გაგივლია და არც თქვენ მორალში არ ჯდებიან იმ ხალხს გაეშვით იმიტომ რომ ყველა გაგცემთ და მოგთხოვთ მამაზე პასუხს და მერე ნუ დააბრალებთ იმედს და რუსთავიორს და პოსტივის რომ აი იმათმა ესე ქნეს და ამიტომ მოვიდა ხალხი არავინ თქვენ კი არ ჩაგისავდა შენ ქუჩაში გამვლელი შეგხვდა და კაფები გაგიკეთა არც გაულახი ხარ არც ის არ უქნია მაგრამ და რაც უნდა და ის არ გიქნა და იმიტომ რომ კარჩა არ გიქნა რა თვითონ ხო ჩაბარდა და თქვა პირადად ვარ ზად საჯელი მოვიხადო პასუხი ვაგო ჩემიდან იმიტომ რომ კაც ვაშკაცობა ეყო რომ ძმაო რომ გააკეთა იცის რის გამო იმისთვის ღირსება მნიშვნელოვანია ნოდარ დუმბაძის საერთოდ არანაირი ახლობელს და ნათესავს შეიძლება არ იცოს მაგრამ როგორც ქართველი კაცი მაგისტვის საპატივსაცემო ადამიანის შეურაცხყოფისთვის ადგა ძმაო და ეს ნაბიჯი გადადგა და ვინმე გააправა ვინმე თქვა რომ ბაზარი არა უნდა ცემოთ და ყველა ვცემოთ ესეთი ტიპები ესეთ რაღაცას ხო არავინ არ ლაპარაკობს მე თუ ეგეთ რაღაცას ვიზავ მეც იგივენაირად მოვიქცევი ჩემი ფეხით მივალ და დავждები იქ 2 კვირა იქნება თუ 1 თვე იქნება თუ 7 თვე იქნება მე დავждები იქ იმიტომ რომ მე ჩემთვის ღირსება იმდენად მნიშვნელოვანია რომ მაგას თუ შემილახავ მე მირჩევნია უღირსოთ თავისუფლებაზე ყოფნას ღირსეულად რაღაცა პერიოდი იქ გავატარო. აქედან არაფერს კი არ ვახალისებ. უბრალოდ ვიძახი რომ თქვენაირი ბინძური ხალხი ცოტა აზზე მოდით თორე ამ აქ ბიჭო თქვენი ის ვერასდროს ვერ იქნება. თქვენ იქნებით გამოკეტილები სადღაც ივლით და ისეინებთ თქვენ ბაბლებში რაღაცა ვირთხებივით შემძვრალები ხარ და გეუნებით რომ გინება ისეთი ვიცი აი ხა რო დავიწყებ 9 სართულიანს ხვალამდე შეიძლება არ მოვჩე მაგრამ ბიჭო დააყენეთ ეგეთი ადგილი და პატივი ეცით ქართულ საზოგადოებას, რომელიც ბრძენია და ყველაფერს კარგად ხედავს. იმიტომ ხართ მაგ მდგომარეობაში თქვენ თქვენ ვერასდროს ვერ მოსუნავთ ვერსად, იმიტომ რომ აი ამას ხალხი წყვეტს და ხალხი რო წყვეტს, პატივი ეცით ამ ხაზს და თუ ამ ხაზზე პატივის ცემა აგიათ, მაშინ პასუხები გაეცით ზოგს ინფორმით, ზოგს ამ ფორმით და ზოგს ინფორმით რა. მე პრეტენზიები ნუ გექნებათ რა. მოდი ნენელა დასასრულისკენ წავიდეთ, მე მგონი საკმარისად გადაუარეთ გადასავლებს, დანარჩენი ენერგია შემდეგი გადაცემისთვის გამოვიზოგოთ. უბრალოდ მინდა რომ ჩვენი გადაცემის სახელით, შენი სახელით და ჩემი სახელით მიუსამძიმროთ გარდაცვლილი დაღუპული ახალგაზრდა ბიჭის ოჯახს, რომელიც მართლა ტრაგიკული ამბავია და რომელიც რავი, მთელი საქართველოს ტკივილია და ყველამ ეგრე განიცადა და რავი, საშინელი ფაქტი მოხდა რა. მერთმა გამძეულა მიცეს მის ოჯახს. კი, აუცილებლად. თან ახალგაზრდა ბავშვი 17 წელს ჩააბარა უნივერსიტეტში, ძალიან კატალოგა მერთმა დაიფაროს ყველა ერთი განსაცდელისგან და ნამდვილად უზიარებთ. დიდი მადლობა ჩვენი გადაცემის ყურებისთვის, მხარდაჭერისთვის, აქტიურობისთვის. გამოიწერეთ ჩვენი არხი. ამითი მართლა დიდ мотивაციას გვაძლევთ და თუ თქვენ მოგწონთ ჩვენი გადაცემები, მოდით თქვენგანაც
წამოვიდეს, რავი, ნუ დაიზარებთ მოკლედ და იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ველჩი დგომა და მხარდაჭერა და ამ ნოტაზე კიდე ჩვენი საყვარელი ნოდარ დუმბაძის სიტყვებს დაგიტოვებთ და ამით დაგემშვიდობებით და ვინც დღეს აი ამ გადაცემაში მოყევით ისინი ბოლოს აი ეს მოусმინეთ უბრალოდ რა კაცი ასიზახის და რომლებს რა დაგჩებათ და როგორ მოგიხსენებენ მე საფლავის ქვამდე კიდე მაგასაც ვნახავთ რაც არ უნდა შეგემთხვეს კაცობა არ უნდა დაკარგო იმიტომ რომ ბოლო ერთია კაცის საფლავზე დადებული ქვით კი არ ფასობს არამედ აქ დატოვებული სახელითა და სულით ნოდარ დუმბაძე